დღეს რაღაც უნდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუმცა არ ვიცი როგორ დავიწყო. და დავიწყებ ასე, რომ რადგან ბავშვობაში თავს ძალიან დაუცველად გვწნობდი, რადგან მოგეხსენებათ როგორ ბავშვობა მქონდა, გადავწყვიტე რომ მე გავხდარიყო ყველას გმირი. ყოველთვის რაღაც მოხდებოდა, მე ჩავბოდი, კივილმეს მოდა, მე მინდოდა ვინმეს გადარჩენა და ასე შემდეგ, როდესაც ხვები ფანჩრებს ხურავდნენ, მე მე-12 სართულიდან ვხრიალებდი, ჩამოვრბივარ რომ დაგეხმაროთ მეთქი. და ჩემი რამდენიმე მოხლებსაც კი ყოფილა დაჩუქილი, რომ არ ჩავხვიდეო საშიში არისო. თითქოს ამით ვცდილობდი საკუთარ ვიღაცის გადარჩენა, ვცდილობდი საკუთარ თავის გადარჩენას, ხო, რაც ცრო არის, იცით რა არის? არც ერთი სიკეთე არ არის, როდესაც ტრამვებიდან არის, ტრამვებიდან გამომდინარეობს. მამოძრავებელს ტრამვა კი არ უნდა იყოს, უპირობო სიყვარული იყოს. აი უპირობო სიყვარული, როდესაც მოგინდება, ვინმეს გადარჩენა კი არ გადაარჩენს, სარკე იქნები უბრალოდ სწორი ცხოვრების სარკე. იმ ადამიანს თუ მოუნდება გადარჩენა თავის თავს, ისაც გადარჩენს, არ არსებობს გადაარჩინო ის, ვისაც არ უნდა რომ გადარჩეს. ანუ დროის ფუჭად კარგო არის. დრო კიდე ერთადერთი რამ ღირებული არის, რაც გაგაჩნიათ ამ დედამიწაზე. დრო, ენერგია, ფული არისო. ნახეთ, მანი, აი ფული რო ავიღოთ, ხო? მანი, როგორ იშიფრება მანი? ნი. ანუ აი, ჩემო ფრანგულად ნიშნავს ჩემი რაღაც, ხო? ჩემი აი და ირო დავუმატოთ თვალი. ან ჩემი თვალი რას ნიშნავს ეს თვალი? როდესაც გახსნილი გაქვთ ეს ინტუიციური თვალი, ეს ავშირი სხვა სამყაროსთან, როდესაც სხეულში, ანუ ამ ცხოველში ცხოველი არ ხდებით, ნახეთ ადამიანები, აი მაგალითად აი ბუბო ცხოველში, ანუ სხეულში, მის სხეული ცხოველის არის, ცხოველი არის, იმიტომ რომ ფშვინვა არის. ანუ სული არ აქვს ბუბოს, ხო? ბუბო აქვს ფშვინა, ანუ ცხოველის მეხსიერებით არის. ამიტომ არის დროს აღქმა არ აქვს, საკუთარი მეს აღქმა, ანუ საკუთარ თავის აღქმა არ აქვს. აი ანალოგიურად დედაჩემიც სხეულის მეხსიერებით არის, ანუ მისი სული უკვე სხეულში აღარ არის, ანუ სხეულმა სული ამ უარყოფითი ნეგატიური ფიქრები, ნეგატიური ყველაფრით განდევნა და დარჩა მარტო ცარიელი სხეული. გესმით, ანუ ყველა დაავადება გამოწვეული არის იქიდან, რას ვფიქრობდით, საუბრობდით და ვაკეთებდით. ყოველთვის მიკვირდა, რომ როდესაც მაგალითად აი კინოებშიც თუნდაც აი რაღაცა ძალიან დიდი შიში, როდესაც ხდება ჩვენ თავს, რას ვაკეთებ, გავრბივართ ხოლმე და აი ეს უცაბედი შიშის დროს გავრბივართ და ვეცემით. აი სულ მიკვირდა, რომ აი ფილმებშიც ასე არის, აი რატო ვეცემით, აი რატო ეცემა და დანიელიც, ჩემი შვილიც მაგალითად, აი როდესაც შევაშინებდი ხოლმე რომ გაიქცეს ხუმრობით, ხო? რომ გაიქცე ხოლმე ეცემოდა. ანუ ან საერთოდ ვერ გარბოდა, ეგრევე ეცემოდა. რატო? იმიტომ რომ სხეული, ნახეთ, ცხოველის სხეულია, როგორ არის მოწყობილი რამის რო გეშინია, ხო? შენ თუ მასზე ძლიერად არ თვლი თავს, გარბიხარ, იმიტომ რომ მასზე ძლიერად შიშე ძლიერად არ თვლი თავს. ანუ რას აკეთებ? მორჩილებაში ვარდები. აი ახლა რო დავიტანთ ეკლესიაში, რატო გაყენებენ თქვენი აზრით მუხლებზე, რომ მორჩილებაში იყო? მორჩილებაში ყოფი ადამიანი კითხობს არსვავს, მორჩილებაში ყოფ ადამიანი ინფორმაციას ისე იღებს, როგორც აუცილებელი არის. რატო არის გალობა, აი მაგალითად, როდესაც გალობენ და იქ პატარ-პატარ მონახთისა და ასეთ გეუნებია. იმიტომ რომ გალობს სიმღერით, ცეკვით, ნახეთ, ცეკვაც აუცილებელი არის, მაგრამ იქ ძირითადად სიმღერიდან გალობით არაცნობიერებდა ეგრევე ჩადის ის ინფორმაცია. მუხლებზე ხარ გალობენ, ანუ იმ წამსვე არაცნობიერებამდე ჩადიან და წამებში გამახსოვრებინებენ რას? მორჩილებას, რომ დაემორჩილო ვის? მათ. თორე აი ღმერთს თქვენი მორჩილება არ უნდა. ღმერთს უნდა რომ თავად გახდეთ ის, ვინც ხართ, მისი შვილი, ანუ თავად ღმერთი თქვენში არის, გესმით? ნახეთ, ანუ თქვენ გირდათ, აი ხა მაგალითად მე მინდა ჩემი შვილი ჩემ მორჩილებაში იყოს, მენდომება თუ დიდ ეგოში ვარ. გესმით? ანუ აი ძალიან ყოველთვის ზედმეტად მზრუნველ დედებს შვილები ყოველთვის მორჩილებაში ყავთ და სხვათა შორის დომინანტური ასეთ ბიჭებში არის ხოლმე, აი მამაკაცურის ჩახშობილი აქვს და დომინანტური არის ხოლმე, მაგალითად აი feminine brain, ქალური ენერგია, მოკლედ აი ასე რომ ვთქვათ,
და აი ესეთი ადამიანები რელიგიური ექსტრემისტები გახლავთ და როდესაც არის მაგალითად მამაკაცური ენერგია დომინანტური არის პირკით შეიძლება ათეიზმამდეც კი მივიდეს ხო მაგალითად როდესაც ვეჩხუბები ხოლმე და დავუშვათ რაღაცა დააშავა ხო ეგრევე აი ესე აკეთებს ხოლმე ანუ მორჩილებაში მოყავს როდესაც მორჩილებაშია დომინანტი როდესაც არის მაგალითად დომინანტი ძაღლი ხო და მეორეც აი ესე რომ დადგება მეორე თუ მორჩილებაშია ის აღარ შეჭამს აღარ დაგლეჭს იმ ძაღლს ამიტომ არის ზუსტად იცით რა არის ვინც რელიგია გამოიგონა შექმნა ძალიან კარგად ფლობდა ალბათ სხეულის ენას ძალიან კარგად იცოდა ეს ცხოველური საწყისები ნახეთ ჩვენ ცხოველში ცხოველი არ უნდა გავხდეთ იესოს სხვა რაღაცას ამბობდა ეს ცოდნა დავიწყებული იქნა ახლა 7 წუთზე ვარ უკვე დიდი ხანი რო არ გამიგრძელდეს თავარი სათქმელი რაც მინდოდა რომ მეთქვა არის რომ ნუ ელოდებით ნახეთ თქვენ როდეს ან მორჩილებაში ვართ რაღაცა ვერავინ ვერასდროს ვერ გადაგარჩევთ თუ დავუშვათ ეხვეწებით ღმერთს ეხვეწებით ვერავინ თქვენი ხმა არის მის თუ გაქვთ დაბალ ვიბრაციულ ენერგიებში ხართ როგორც არის წუწუნი ხვეწნა თხოვნა თუ თქვენ მარადიულად რაღაცას ითხოვთ ნახეთ იცით როგორ არის წარმოიდგინეთ აი ჩვენ წერტილი ვართ ამ ხელა სამყაროში და ჩვენი თხოვნა და წუწუნი და ხვეწნა როგორ გაისმის იცით როგორც ჭიანჭველა წუწუნებს და იხვეწება რაღაცას რომ მაგალითად მის შვილს და რაღაცა იმას რომელსაც კვერცხებს რომელსაც დახბოფინებ და დაადგა ადამიანმა ფეხი და ეხლა აი იგივე არის გესმით ითხოვს შვილას დახმარებას ანუ ვინმე უშველით ჩვენ ადამიანებსაც არ გვესმის ხო მისი ხმა იმიტომ რომ სხვადასხვა ვიბრაციაზე ვართ ასე არის თქვენ თუ ღმერთის ვიბრაციამდე არ ახვედით ღმერთს არ ესმის თქვენ ხმა თქვენი ხმა იმიტომ რომ თქვენ ის არ არის წუწუნის და ხვეწნის და მიმტაცებლობის და დომინანტობის ვიბრაციაზე გესმით ამიტომ როდესაც თავად ხდებით ღმერთი მაშინ ხდება მაშინ მოდის ის ჭეშმარიტ ინფორმაცია და მაშინ ხდება თქვენი განთავისუფლება სამწუხაროდ სულიერი манипуляция ხდება ხო ანუ გვასწავლეს სხეულის თაყვანისცემა მაგალითად გავდივართ სასაფლაოებზე და ვეთაყვანებით გონია რომ რატომაც ის სხეულში მყოფი სული რატომ რო გავდივარ ვეთაყვანებით სხეულს ნიშნავს რომ სულს ანუ არ ხდება ესე რეალურად ისევ მატერიას ვცემთ თაყვანს აქედან ნახეთ ჩვენ არ ვართ ეს სხეული არის ცხოველის კიდევ ერთხელ გამეორდები ჩვენ არ ვართ ცხოველი ჩვენ სული ვართ ჩვენ მოვდივართ აქ ამ სხეულის ამ ცხოველის განსავითარებლად რომ შევძლოთ სხვადასხვა ეტაპებზე გადასვლას რომ შევძლოთ აი ამ სხეულის ამაღლება აი ამისთვის მოვდივართ ეს ცოდნა იქნა დავიწყებული სული გადასარჩენად შიშს იყენებს ამიტომ სულმა უნდა ასწავლოს უპირობო სიყვარული. ნახეთ, ჩვენ ვატყობთ საკუთარ თავს. იმიტომ არ სვავთ კითხვებს, იმიტომ არ სვავთ რომ ესე მართლა ბრმად ვგჯერა. იმიტომ არ სვავთ რომ ვიცით კითხვებზე ვერ მიღებული პასუხი, ან ის პასუხი, რასაც გვეტყვიან გაგვაღვიცებს, აი ამის გვეშინია, ჩვენ არ ვართ ეს სხეული არის, გავუგეთ ამ სხეულს, ასეც ვცდილობთ ჩვენ დაცვას, მე რა დასვით კითხვები, ნახეთ სიჩუმეში დაჯექით, სიჩუმეში დაჯდომ ეგოს არ უნდა, იმიტომ რომ სულთან კავშირს ამყარებთ, სულთან კავშირი ნიშნავს საკუთარ თავის ცვლილებას, ეს მტკივნეული არის. ამიტომ ეგო ამის თავს არ მოაქვს, აუფლებას არ მოგცემთ, აფირმაციები და იმით კი არა, უბრალოდ გაჩვდით სიჩუმეში და დაჯექით, რომ დაუკავშირდეთ თქვენს სულს, რომ გააღვიძოთ საკუთარი სული ჭეშმარიტი ხმა და მიხვდებით ეს ცოდნა ყველაფერი თქვენში არის. წიგნების კითხვით და ასე შემდეგ კი არა წიგნი თქვენ ხარ წაიკითხეთ საკუთარი თავი წაიკითხეთ საკუთარი სული და მიხვდებით ჭეშმარიტებას ხედავთ და უპირობოდ მიყვარხართ ყველაფერი გამოგივათ იცოდეთ ჭეშმარიტსა და ყველაფერი თქვენში არის ნუ გეშინიათ გაუგეთ შიშს და გარდაქმნით უპირობო სიყვარულად მიყვარხართ მე თქვენ უპირობოდ